Დღეს მთავარი პოლიტიკური თემები თბილისის მერობის კანდიდატებს ერთმანეთის პირისპირ დებატებში მოუწევთ დასხდომა ამ საქმეზე პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაცია მართავს. საეთერო დროს დებატების მონაწილეებს სავარაუდოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუთმობს. მმართველმა გუნდმა მზადყოფნა უკვე დაადასტურა. დებატების მომხრე არიან ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა კანდიდატები დღეს საკუთარ პირობებსაც აყენებდნენ. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის სამკაციანმა ჯგუფმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები დღეს დაიწყო. IFS-ის წარმომადგენლები თბილისში სპეციალურად მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატების ორგანიზებისთვის ჩამოვიდნენ. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი დებატების ფორმატს სრულად დააფინანსებს. ამ ეტაპზე პოლიტიკურ პარტიებთან ტექნიკური დეტალებით ახლდება. პირველი შეხვედრა მათ თბილისის მერთან გამართეს. მოგვიანებით კი საკუთარი წინადადებები უკვე მმართველ გუნდს გააცნეს. ჩვენ მუდმივად ვდგავთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე. გამომდინარე აქედან ჩვენ გვინდა მოუწოდოთ ყველა პოლიტიკური პარტიის რეგისტრირებულ კანდიდატს მიიღო მონაწილეობა დებატებში. ნაციონალების მოწოდებას უკვე გამოეხმაურდნენ თბილისის მერობის მსურველები. მათი უმეტესობა დებატებს ემხრობა. პირობები დღეს მხოლოდ კობა დავითაშვილმა წამოაყენა. მე ვარ ოპოზიციის კანდიდატი, ამიტომ მე მსურს დებატები ხელისუფლების კანდიდატთან. ჯერჯერობით რამდენადაც ვიცი არის ბატონი უგულავა. ეს აუცილებელიც არის, რომ დებატები შედგეს კანდიდატებს შორის და საკუთარი პლატფორმით, საკუთარი შეთავაზებით ყველა კანდიდატი წარდგეს საზოგადოების წინაშე. ყველა კანდიდატი მიიღეთ მონაწილეობას. ეს როგორი ფორმატის შემოგთავაზებენ, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. დებატების მთავარი შინაარსობრივი მახასიათებელი არის ის კონკრეტული ამოცანები დასახო, რომელსაც შემდეგ აუცილებლად შეასრულებ. სათვარ დებატებისთვისაც და სათვარ პირდაპირ ეთერში ჩვენი პროგრამების წარდგენისთვის. იქ არის ამზომები ჩართული. აი დაახლოებით 5 წამში, 10 წამში უნდა მოყვეთ თქვენი პროგრამა. შეგიძლიათ 10 წამში ჩამოვეყალიბოთ. ვიმეცადინებ. მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატები სავარაუდოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაისის დასაწყისში გავა. ოპოზიციონერებს უკვე აქვთ საკუთარი წინადადებებიც. ქრისტიან დემოკრატები თვლიან, რომ ერთმანეთის პირისპირ არა მარტო ორი, არამედ ყველა კანდიდატი უნდა იყოს. ჩვენ არასოდეს ცხვირა წევრები არ ყოფილვართ პოლიტიკაში. ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი ზონა, ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს, პატივსცემთ ყველა კანდიდატს. თუმცა რა თქმა უნდა, NDA-ის ფარგლებში ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები, ტექნიკურად ეს როგორ განხორციელდეს, საიმისოდ რომ მართლაც სერიოზული სახე მიიღოს ამ დებატებმა. დებატები არის აუცილებელი იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამორჩეველმა გაარკვევს რეალურად ორიენტირები და თუ ჩვენი ოპონენტები დაგვთანხმდებიან, ჯერჯერობით ისინი ამას თავს არიდებენ, ჩვენ აუცილებლად ამ დებატებში მივიღებთ მონაწილეობას. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი USAID-ის კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციაა. სწორედ ამის გამო მრეწველებმა დღეს მათ მიერ დაფინანსებულ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. თოფაძის პარტია დებატების დაფინანსებას სახელმწიფოსგან ითხოვს. ინიციატივას უარყოფითად ვაფასებ და დებატების ჩართვას რა თქმა უნდა ვაპირებთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არც USAID-ის დაფინანსებული და არც სხვა იმის დაფინანსებული. უნდა იყოს ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული. ეს ამას აქვს ჩვენი ძალიან პრინციპული მნიშვნელობა. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები ხვალიდან შეხვედრებს უკვე ოპოზიციურ პარტიებთან გამართავენ.